რეფლუქსი ჩვენს ვიდეოებში არის ყველაზე აქტუალური ესა. ხო, ეხლა რა მაინტერესებს? ჩვენ ჩაწერილი გვაქვს რეფლუქსზე, მაგრამ აი ხლა რაც უნდა გკითხოთ, ესეც გვაქვს ჩაწერილი, მაგრამ მე ხო იცი, მაინც არ გეშვებით და უნდა ჩაგეციოთ. უნდა კიდე დავნობროთ ვიდეოები და ეს კითხვა თუ გაქვთ ამ ვიდეო ეს ნომერი ვიდეო ნახეთ და არა, ნახე როგორ არის. თქვენ ხო თქვით, რომ თუ მარტო მჟავიანობა არის დაბალი, შეიძლება ავიწიოთ პროდუქტებით. მაგრამ ნახეთ, ჩვენ გვაქვს მჟავიანობა დაბალი, მაგრამ გვაქვს გასტრიტი. ანუ ძმარი, ის ლიმონი და ასეთი რაღაცები გვნებს და გვაქვს ჰელიკობაქტერია. კითხვა არის ასე, სანამ თქვენთან მოვალთ, აი ამ გასტრიტი ანუ წყლულს როგორ უნდა მოუაროთ? ერთიცანი, გასტრიტი და წყლული უნდა იყოს. წყლულს კი არა და იმას ჰელიკობაქტერია. აი გასტრიტი თუ აქვს ადამიანს და წყულიც ეს უნდა დადგენილი იყოს კონკრეტულად. კი, დადგენილია. თუ დადგენილია გასტრიტი ძოს, იმიტომაც ნიშნავ ხოლმე არის თუთიის კარნაზინი, ხო? რომელიც შედის რამდენიმე პროდუქტში და მას აიჰერბიდან ვაწერთ, რომელთაც ვიწყებთ პარალელურ რეჟიმში თამჟავიანობის აწევას და თანამ წყულის თუ გასტრიტის კუნალობას. როგორ? აი ამ თუთიის კარნაზინი, მასა კომბინირებული არის, უცეროლიც ქვია არის, გასტროკომფორტი, ნაირნაირი ვერსიებია. ამას უნიშნავთ კიდევ ამავე დროს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის ბალანს D, რომელიც კარგად მუშაობს კომბინაციაში. ამებს უნიშნავთ, იმიტომ რომ დავიწყოთ ამ გასტრიტის და თქვა წყულის კუნალობის პროცესი, ოღონდ ამას ვერ დავაცი, ამას რომ ესე იგი ცალკე ვატაროთ ესე და თქვა მჟავიანობის აწევაზე პარალელურად არ ვიმუშაოთ, ჰელიკობაქტერიას ვერ დავთრგუნავთ. ჰელიკობაქტერია ითრგუნება ხოთმაშოს მჟავიანობა სწორდება და ძლიერდება, ანუ მაჩვენებელი 4-5-დან ჩადის ქვემოთ 3-ზე 2-ზე. ჰელიკობაქტერია იმ ზოში გაიკეთებს ამ თავის ხურს, დაიხურავს ამიაკის ხურს და შიგნით იმალება. ეს აღარ აქტიურობს, ის არაფერს აღარ აფუჭებს. და როდესაც აი ეს სტანდარტული მკურნალობა, ასე ვთქვათ, სტანდარტული, მაგრამ ჩემი აზრით არასოდეს ანტიბიოტიკებს აძლევენ და თან რამდენიმე ანტიბიოტიკს სხვადასხვა მოქმედებით. ჰელიკობაქტერია იმდენად გამძლეა, რომ სანამ ჩვენი მეგობარი ბაქტერიები ყველა არ გაწყდება, ის კიდე ცოცხალი რჩება და ჯამში ჰელიკო რომც მოკლა, მე აზრი აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ ნაცვლავში პრაქტიკულად მეგობარი ბაქტერია არ ყავს. ყველა ფუნქცია ირღვევა კუჭნაცლავის. ყველანაირი ფუნქცია, ყველა ეტაპზე. მიდის სერიოზული ნუტრიენტების დეფიციტი, იწყება ისეთი ცვლილებები, აი დღესაც ვყავდა სხვა 38 წლის ქალბატონი, რომელსაც ამ ჰელიკობაქტერიის გამო გაჩხიპეს ანტიბიოტიკები და პრობლემები რაც არ ქონდა, ყველაფერი ერთად გაუჩნდა. ეხლა ამ ბაქტერიების ნაწილის ყველას ვეღარ აყენებთ. არის შტამები, რომელიც რო იუპება და ამოწყდება დედაბუდიანად, როდესაც ესე იგი ეს რა ქვია, რას შევადარო, ხო? ეთნიკური წმენდა ხდება, ასე ვთქვათ, ზოგიერთი შტამის, ხო, ეგრეა. ან ზოგიერთ შტამის სუბოლომდე გაწყდება და იმას ვეღარ აღვადგენთ. მოზრდილ ადამიანებში ეს ანტიბიოტიკები აქვს მიღებული, დედისგან მიღებული შტამების უმეტესობა აღარ აქვს და ვერც საიდან ვერ მოუყვანთ. რომ დედისგანაც ვეღარ შეჭამს, ხო? ამიტომ აი ამ დარჩენილი ფლორის რაღაცის აღდგენას თვეები, ხანდახან წლები უნდა. რითი აღადგენთ კიდე გამიმეორეთ? ეს არის ფერმენტირებული საკვები პირველ რიგში. ეს არის გზა ბიფიდო და ლაქტობაქტერიები და არა მარტო. ეს სადიფშოვება. ხო და ეს ყველაფერი დაუშვათ. ბალანს D-ში შედის ლაქტობაქტერიების სამუშტად. ეხლა კიდე უფრო მაგარი პროდუქტია, ისაც ქვია CCL Good პრედა პრობიოტიკები. იმაში შედის არა მარტო ლაქტო, არამედ ბიფიდობაქტერიების და ძალიან ბევრი შტამი შედის და ეხლა ვინც მიიღო, ხო რამდენიმე ჩვენი თანამშრომელს მიიღო, პაციენტებს ყველა ძალიან კმაყოფილია, ბალანს D-ზე უფრო მეტი ეფექტები მიიღეს. და კიდე ერთი რაღაცა თქვით, გასტრო რაღაცაო. ისინი აიჰერბზია. ხო, გასტროკომფორტი, უცეროლი არის ეს პროდუქტები, რომელიც არის კომბინირებული, ხო, კომბინირებული, სადაც არის თუთიის კარნაზინთან ერთად ალოე, არის სხვა მასტიკები, ფიჭვანი ხეებიდან მიღებული, რომელიც აი ღია ჭრილობებს, ასე ვთქვათ, წყლულს და იმებს რა ქვია, ეროზიებს ხურავს, ძალიან კარგია. ხო და ნუ რა ვიცი, არის ბევრი საშუალებები სხვაც, რომელსაც ყველას ვერ აღვწევ. დიდი მადლობა.